გორის მუნიციპალიტეტში სპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ყველა თაობის ჩართულობას სპორტულ აქტივობებში ხელს სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო აქტიურად უწყობს. ამისთვის კი გაერთიანება ახორციელებს სხვადასხვა სახეობის სპორტული სექციების მხარდაჭერას, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. სექციები უფასოა და მოიცავს შემდეგ სპორტულ მიმართულებებს. ჭიდაობა, ძიუდო, კალათბურთი, კრიბი, თავისუფალი ჭიდაობა, ტანვარჯიში, კიკბოქსინგი და სხვა. სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პურიჭამიაშვილი ხაზს უსვამს სპორტის მნიშვნელობას ახალგაზრდებისთვის, მისივე თქმით, სპორტსმენებისთვის უზრუნველყოფილია სრული მხარდაჭერა, მათ შორის ტრანსპორტირება შეჯიბრებებსა და შეკრებებზე. კვებით და სასტუმროთი. სააგენტო ასევე აქტიურად აწყობს ადგილობრივ და რეგიონულ ტურნირებს და ავითარებს სპორტისადმი ინტერესს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო წარმოდგენილი არის 5 სასპორტო სკოლით. აქედან არის შოთა ჩოჩიჩვილის ცენტრალური სასპორტო სკოლა, გურამ პაპიტაშვილის ძიუდო სკოლა, მუგზარ სხირელის თავისუფლების სკოლა, ალთანდი შოშიაშვილის კრივის სპეციალიზებული სკოლა, ასევე გიორგი კანდელაკის სახელობის დარბაზი სოფელ ვარიანში. ჩვენ სააგენტოსაც შეეხება სკოლის სტრუქტურული ერთეულები არის სამენეჯერობით წარმოდგენილი, რომელთანაც გვაქვს უშუალო მჭიდრო კავშირი და შესაბამისად იქ არსებული ჩვენი არეალი მოიცავს ძირითადად სპორტსმენების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივი ღონისძიებების დაფინანსება, ასევე გასვლითი ღონისძიებები, აქედან ყველა ღონისძიებები, რა თქმა უნდა, სააგენტოს მიერ ფინანსდება, როგორც ტრანსპორტირებით, ასევე სასტუმრო მომსახურებით, ასევე ყოველდღიური კვებით და ასე შემდეგ. ყველა ის 20 სახეობა, რომელიც არის წარმოდგენილი, სრულიად უფასო არის და აქ როგორც სექციები, ანუ ყველა სექციაზე ყოველდღიური სიარული, ანუ ბავშვებისთვის უფასოა. რაც შეეხება ჩვენ წარმატებებს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგადად გორი არის სპორტული ქალაქი და არაერთი წარმატება გვაქვს. ეს წარმატებები, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმით, რომ ჯერ კიდევ ადრეულ წლებში იყვნენ ძალიან წარმატებული სპორტსმენები, ეხლა ჩამოთვლას დავიწყოთ, ძალიან ბევრი არიან და ვინმე არ გამორჩეს არ მინდა და ასევე ჩვენ თანამედროვე ეპოქაში კიდევ არაერთი ოლიმპიური და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. ასე რომ ჩვენი სამსახური ამ შემთხვევაში ძალიან ნაყოფიერად მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებსაც, ძალიან ბევრი კარგი გეგმები გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს უშუალო შიდა ადმინისტრაციულ მუშაობას, მაქსიმალურად ყველანი ორიენტირებულები არიან თავის კონკრეტულ მიმართულებაზე და ასე რომ, ჩვენ ქალაქს არ აკლია წარმატებები და სააგენტოც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი მუშაობა იყოს პროდუქტიული და წარმატებებისთვის ყოველთვის მზად ვართ.